Milton Friedman-ს აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ გამოვიცნობთ წინასწარ რა შექმნის კრიზისს, რა მოვლენები გადაებმება ერთმანეთს, რაც ისეთ კრიზისს შექმნის, როგორშიც ვთქვათ ეხლა ვართ, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, რომ ის იდეები ვაცოცხლოთ, ის ვთქვათ, შინაარსი შევქმნათ, რომელიც მე გვინდა, რომ კრიზისის დროს, რომელიც ცვლილებების შესაძლებლობას ბადებს, ხო, ამ ცვლილებებმა ეს შინაარსი მიიღოს. და ჩვენ მე მახსოვს, რომ აი გასული განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში ვარ, თუმცა ეს კამათი უფრო ადრე დაიწყო, მე ვფიქრობ 2008 წლიდან დავიწყეთ ჩვენ ამაზე კამათი, რამდენად ვიხევთ უკან ღირებულებებისგან და რამდენად ფასეულობების ომში ჩვენ ცხადები ვართ. მე ყოველ შემთხვევაში ეს ეჭვები, რომ ჩვენ ვთქვათ, აი ვარდების რევოლუციის შემდეგ რა იდეაც გქონდა, ხო, ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციის და 200 წლიანი წყვეტის შემდეგ ამ ქვეყანაში, ვთქვათ, ერის სახელმწიფოს დაფუძნების, ამ იდეას ბუნებრივად გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები და შთაბეჭდილება მქონდა, რომ აი ვარდების რევოლუციის გუნდმა ამ იდეიდან, რომ აი ქართველები და ლიბერალური დემოკრატია რამდენად შესათავსებელია მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან, რამდენად შესათავსებელია. ანუ ეს კითხვები უფრო მეტი გაჩნდა თქვენ გუნდში და რაღაცნაირად უკან დახევა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო და 2012 წელს რეალურად რეაქცია მოხდა იმ ყველაფერზე, რასაც თქვათ, რაც იყო ვარდების რევოლუციის და მე როგორც მესმოდა და რატომაც გიჭერდით თქვათ ხარს, ხო, ამ პროცესში და ეხლა და ამის მერე სულ გვიკიჟინებდნენ ჩვენ, რომ აი თქვენ ერთი მუჭა ლიბერალები ხართ, განსაკუთრებით 2008 წლის მერე გაძლიერდა ეს ტენდენცია, რომ თქვენ ელიტურები ხართ, რომ თქვენ საზოგადოების აზრს არ წარმოადგენთ, რომ დემოკრატია ჯერ შორსაა ქართული ემისგან, რომ უმცირესობების დაცვაზე ცოტა უნდა დავიცადოთ, იმიტომ რომ ეხლა ამის დრო არ არის და ამით რუსეთი ისარგებლებს. სულ პრაგმატული არგუმენტები ქონდა და ამ გადმოსახედიდან შენთვის მგონია რომ შენი ვინდიკაციის დრო დადგა გარკვეულწილად აი ამ ღირებულებით საკითხში, იმიტომ რომ გარკვეულწილად შენ განსაზღვრავდი აი ამ ღირებულებების სახეს, ვთქვათ, იმ წინა ხელისუფლებაშიც და ნაციონალური მოძრაობის გუნდში და შემდეგ უკვე მერეც ხშირად ოპონენტებიც, ვთქვათ, აი რაღაც ლიბერალური დემოკრატიის ფანატი და ასე შემდეგ რაღაცებს გიწოდებენ, თითქოს გაგინებდნენ ამით. და მე მაინტერესებს ეხლა აი ამ გადმოსახედიდან რამდენად ცხადია ეს არჩევანები და რამდენად სწორი იყო, რომ ჩვენ უფრო უკეთ მომზადებულიყავით ისეთი კრიზისისთვის, როდესაც ჩვენ დემოკრატიულ დღის წესრიგს უნდა გაიმარჯვა. ხო, ძალიან რთული ეს კითხვა იყო, შუაში კომპლიმენტით მე სიამოვნებს, შენც კი ასე თუ მე არ გემოვნებია მაგრამ ხო მე როგორც ხედავ, ვინც ვიყურებს ეს კომპლიმენტი. მაგრამ არა, ვიღებ მეთქი. არა, ვიღებ კომპლიმენტი, სასიამოვნოა მაგას ვიღებ. რეალობას აქვს. ხო, მე არ ვიყავი მარტო ბუნებრივად გავიხსენო, ჩემთან კახა იყო. ბენდუქში და რაღაცებში ჩემზე წინათ. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, კი, სწორი აღწერა მეტნაკლებად, ანუ იმ მრყევებმა შიგნით რაც ჩვენ გქონდა, ჩვენს მიერ დაშვებულმა მძიმე შეცდომებმა 2008 წლამდე, 7 წლამდე და იმ ბუნებრივმა რეაქციამ, რაც თავისუფლების წრეებს ჰქონდა ჩვენ ქვეყნის შიგნით და ჩვენ ქვეყნის გარეთ პროპაგანდას და მაგალითად რო თუ გექნება რომ ვილაპარაკოთ რომლის ღრმანძილები აქვს, ხო შეგვარყია და ამ შეტყვის დროს ჩდება ხოლმე ეჭვები და ეს ამბავი რომ ერთი მუჭა ლიბერალები ხარდაცები, ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი როგორ არა იყო ეს ფრაზა მომისმენია რამოდენიმეჯერ და ხო, ბევრი არასწორი და სხვა გაკეთდა ჩემი აზრით ჩვენი გუნდის მიერ მაშინ და ეს ყეო მოხდა, მაგრამ მაინც ჩემი აზრით მაინც არ მომხდარა არსებითაც გადავარდა. შეიძლება ვიკამათოთ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა უფრო დიდი ხანი გაგრძელებულიყო, ეს საფრთხე შეიძლება მატერიალიზებულიყო ან რაღაც მომხდარიყო, მე მომისმენია ეს პროგნოზები. მაგრამ არ მინიმუმ არ დაგწავდა. ხო, მაგრამ ფაქტია. ყველაზე ცუდი რა მოხდა? ხო, მაგრამ ფაქტია, რომ 2012 წლის მერე, როდესაც ჩვენ დავმარცხდით, ჩვენივე გუნდში მე აი ეგ მინდა თქვა, რომ 12-ის მერე, ანუ მარცხმა ძალიან დიდი, კიდევ უფრო დიდი გარდით ეხება. რო რეაქცია არის, ანუ ლიბერალურ დემოკრატიაზე რეაქცია არის, რაც იმარჯვებს, ხალხი არის ეგეთი, რომ ხალხს არ უნდა დემოკრატია, ამიტომ ხალხს უნდა ელაპარაკო პოპულისტურად, ხელების შორს ქართული ბუნებისაგან, ქართული მიწა არ იყიდება. წასვლა, რომ პერიფრაზირება ვახდინო, რომ ასავალ-დასავალებით უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რახან ამით მოგვიგეს. ანუ დასკვნა გაკეთდა ზოგიერთების მიერ არა ის, რაც არასწორად ვქენით რეალურად, ხო? გაცვეთილი არ მინდა რომ ისევ მაგაში. შევიდმა სათქმელია, ხო? სასამართლოსთან მიმართებაში, უკონტროლობასთან მიმართებაში ძალის, რომ მან იყო პრობლემა. არა, დასკვნა გაკეთდა პირიქით, რომ ილუზიები ლიბერალურ დემოკრატიის თურმე არასწორი იყო ამ საზოგადოებაში. და მე ხარ მინდა რომ იმას დავემსგავსო, აი ვისაც უნდა რომ მის მინდა ზოგადად რომ სიმართლე ყოველთვის უმცირესობაში უნდა იყოს, არა
ამოცანა გაქვს რომ უმრავლესობაში იყო ხო გინდა რომ იმან გაიმარჯვოს ხო უბრალოდ უმცირესობიდან იწყებ და იმ უმცირესობის კონკრეტულ ქცევაზეა დამოკიდებული რამდენად გახდება ეს უმრავლესობის აზრი. გავიგე ხო უმრავლესობის არ ვინ მოიპოვებს ინიციატივას რომ თვითმიზანი არ არის რომ ამ უმცირესობაში იყო ეგ არანორმალურია შედეგი გვინდა ხო ჩვენ. ოღონდ ეხლა ერთ-ერთი დისკუსიისას ბატონმა სუთიძემ ლევანმა ჩააგდო ეხლა რუსეთს ეხება ამბავი ნავადორსკაიას გავხარდება რომ ძველი ლევან გავხარდება რატო ახსენ ნავადორსკაიას რაღაცა პასაჟი მისი ერთ-ერთი გამოსვლიდან რომელიც იყო ერთ-ერთი გამონაკლისი რუსულ პოლიტიკურ საზოგადოებრივ წრეებში უბრალოდ ოპონენტი კი არ იყო ხელისუფლების ფუნდამენტური ხედვა ჰქონდა რომ რუსეთს პრობლემა აქვს რომ არ გარდაიქმნა ნორმალურ ეროვნულ სახელმწიფოს ანუ ფუნდამენტური მედასავლეთი ანტიიმპერიალისტი იყო და მისი პასაჟი ჩააგდო რომ ვისაც თავისუფლების ჯერა ლიბერალები რო ვიხმაროთ ტერმინ ტრადიციული მოხელწებათა სხვა მნიშვნელობაში იძინა ამ ტერმინმა უნდა იყვნენ რა თქმა უნდა რელიგიური ფანატიკოსები ვითომ ანუ უნდა რამდენი ხანი საჭირო რამდენი ხანი უნდა იყვნენ იმ ფორმაში სანამ არ მოვა ანუ ის რო აიცა ეს შედეგი არ მაქვს ეხლა არ უნდა იყოს სტუნება ალტერნატივა სხვა არ არსებობს ხო ალტერნატივა მაგას შესაქმნელო რა თქმა უნდა ეცადო რომ რაც როცა კი შეძლებ წარმატებას მიაღწიო იმიტომ რომ შენი ამოცანა არ შეიძლება იყოს თვითკბობა იმით რომ სწორ პოზიციაზე ხარ ეს ზოგიერთებს მოსდით ხოლმე და მე გამიმაჩნია არანაირად მისაბაძად მაგრამ მეორე მხრივ უნდა იყო მზად რომ შედეგი თუ ხისიერად არ დგება და ცოტა უფრო მეტადაც კიდევ ხისიერად ამის გამო არ გადახედო ამ არ გადახედო ამ აი ამ კონტექსტში